დევნილთა და განსახლების მინისტრმა ევროსაბჭოს სამდინოს დელეგაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. დელეგაციის წევრები საქართველოში დევნილთა ზოგადი მდგომარეობით, ხელისუფლების გეგმებით, კონფლიქტის გადაჭრის ხედვებითა და დევნილებთან დაკავშირებული სხვა საკითხებით დაინტერესდნენ. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივით უკვე მომზადდება ანგარიში კონფლიქტის შემდგომი მდგომარეობისა და სახელმწიფოს როლზე კონფლიქტის მოგვალებაში. მათ აინტერესებდათ კონფლიქტის მოგვარების საკითხები, დევნილთა მდგომარეობა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. მათ დაწვრილებით ჩვენთან ერთად გაიარეს ეს საკითხები, ვისაუბრეთ მომავალი თანამშრომლობის შესახებ და დავსახეთ ურთიერთობის გეგმები სამომავლოდ. ევროპის საბჭო აკეთებს ანგარიშებს დევნილთა საკითხებზე და კონფლიქტებთან დაკავშირებით საქართველოში. რა თქმა უნდა, გვაინტერესებდა ახალი მინისტრის მოსაზრებები. ბევრი საჭირო ინფორმაცია მივიღეთ და ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს დაამარცხოს ეს პრობლემა და დააკმაყოფილოს იძულებით გადაადგილებულ პირთა მოთხოვნები.